მეგობრებოდ, გასწავლით როგორ გავყიდოთ ძალიან კარგი წელვადი ტლანძი. ჭირდება აი ამდენი წყალი, რომ ჩავასხათ და შაქარი ჯერჯერობით. ჩავასხათ ჯერ წყალი. ცოტა ჯერ ნახევარი და ჯერ ავურიოთ მერე. ჩემთვის მოგონებულია. მე კაი დავუვიდა, როგორცაც ვიძახი, მე ცოტა მოვურევთ, კიდევ ჩავასხოთ ახლა ამას მთლიანად. მე ძალიან ზედმეტად ბევრი მომივიდა, ცოტა ჩაასხით, მაგრამ იცარგინათ, აი სადღაც აი მე ძალიან ბევრი მომივიდა და ამდენი ჩავასხე. აი სადღაც აი აქამდე უნდა ჩასხათ წყალი ეყოფა. იმიტომ ძალიან ზედმეტი მომდის. მე ჩავაყაროთ შაქარი. ძალიან ცოტა ჩავაყაროთ, იმიტომ რომ ამ წყალს არ ეყოფა თვითონ. არ ძალიან ადრე გახსნის და ბევრი ჩირო ჩაამატოთ. სადღაც 3 კოვზი. ეს ძალიან ბევრი ხანი უნდა აურიოთ. ეს შაქარია. ძალიან სადღაც 15 წუთი უნდა აურიოთ. მე მოვურევ და განახებთ მერე. არ გავურიოს. გავხსნი უკვე ძალიან გახსნა ცალ უნდა და ეხლა ჩავამატოთ როგორც მახსოვს ქვილი. იჯერა რა. მე უნდა ჩავამატო საღებავი. საღებავი თუ გინდა ჩავამატეთ, თუ გინდა არაც. თუ გინდათ არა, მე უნდა ჩავამატო. ახლა ასეთ საღებავს. ხო და მე კაიფერი გამოვარდისფერს ვამატებ. ესეც ფერს. ხა აუდიოთ. ძალიან ბევრი ცალმა ჩავამატოთ. თქვენ თუ გაქვთ სველი ისა, ასეთებში რო არდეს, შეიძლება პატარა ამხელაც გქონდეს და შიგნით ისხას რა ქვია, საღებავი. ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ ჩვენი სასურველი ფერი ჩავამატოთ და კარგად ესეც 15 წუთი უნდა აურიოთ, რომ გაიხსნას შიგნის საღებავი. ზენი კაც და ეხლა მე სადღაც 20 კოვზით ჩავამატებ ქვილს აი სადღაც ამდენს. ჯერ ცოტა ჩავამატოთ, ეგრევე მოურიოთ. ძალიან ბევრი არ ვქნათ, შეიძლება ძალიან გავისქენდეს და არ გამგვევდეს. მე კაი გამომივა. თან შემოფიქრებული, ანუ არასდროს არ გამომდის, მაგრამ ეხლა იმედია ყოველ შემთხვევაში გამომივა. და მედია სწორად მივყვები. კარგად გავხსნათ წყალში.